იცოდით, რომ გვირილობა 100 წლის წინ გაჭირვებულების გადასარჩენად შეიქმნა. დიახ, ადრე ქუთაისში ადამიანები გვირილებს ყიდნენ, რომ სხვებს დახმარებოდნენ. ეს იყო დღე, როცა ქალაქმა გადაწყვიტა არავინ დაეტოვებინა მარტო. სწორედ ეს კეთილი შინაარსია ჩემი мотивაციაც, როცა ვამბობ რეალური საქართველო, მე სწორედ ამ მოხდს ამ ერთობას და ერთმანეთის ზრუნვას მგულისხმობ. ნახეთ, როგორი ლამაზია დღეს ჩემი ქალაქი, ჩემი ქუთაისი, რამდენი გაღიმებული სახეა, რამდენი ბედნიერი ადამიანია. მინდა რომ ეს ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობა იყოს და არა მხოლოდ გამონაკლისი წელიწადში ერთხელ. ჩვენ იმიტომ საუბრობთ სისტემურ პრობლემებზე, რომ ეს სოლიდარობა სახელმწიფოებრივ დონეზე მუშაობდეს. მინდა სისტემაც ისეთივე მზრუნველი იყოს, როგორც ჩვენ ვართ დღეს ერთმანეთის მიმართ. დღეს მინდა ეს ტრადიცია სიმბოლურად გავაცოცხლოთ, მინდა დავიწყოთ კამპანია 1 ლარი სოლიდარობისთვის. მე უკვე გავხსენი სპეციალური ანგარიში, რომელსაც სიმბოლურად დავარქვი რეალური საქართველოს სოლიდარობისთვის და მოდით დღეს ამ 1 ლარით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ. ამ შეგროვილ თანხას კი სრულიად გადავცემ იმ ადამიანს, ვისაც ჩემს ვიდეოებში სხვადასხვა დროს ღიამბობდით. იქნება ეს სტუდენტი ნინი, პატარა სოსო, სოფლიდან თუ ჩვენი რომელიმე პენსიონერი. ვის დავეხმარებით, ამას ერთად გამოკითხვით, ცოტა მოგვიანებით გადავწყვეტს. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, შემომიერთდით, ანგარიშის ნომერს პოსტის აღწერაში დავტოვებ. ერთად ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა ისეთ ადგილად, სადაც ყოველი დღე ადამიანის დანახვით იწყება. გილოცავთ გვირილობას, გვიყვარდეს ერთმანეთი.